დაუბრუნდეთ ახლა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გარდა ამერიკის ახალ ადმინისტრაციას საგარეო ასპარეზზე კიდევ რამდენიმე ამოცანა აქვს. გრენლანდია და პანამის არხი. დონალდ ტრამპი სიტყვების შემდეგ მოქმედებებს აანონსებს. მიუხედავად იმისა, რომ ყინულოვანი კუნძული დანიის სამეფოს ავტონომიური ერთეულია და მის გაყიდვას არ აპირებს, მასზე პრეტენზიას ამერიკა მაინც აცხადებს. გრენლანდიის 80% ყინულია, თუმცა სავსეა ნავთობით, ურანით და ძვირფასი მეტალებით. კუნძული საკვანძო როლს თამაშობს არქტიკაში, რის გამოც მას ამერიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ტრამპმა კონგრესში პირდაპირ თქვა, რომ ასე თუ ისე ამერიკის შეერთებული შტატები მაინც მიიღებს გრენლანდიას. კიდევ ერთი საკითხი პანამის არხია, რომლის ძირითად პორტებს უკვე ცნობილია, რომ ამერიკელები გააკონტროლებენ. გადაწყვეტილია ისიც, რომ ჰონკონგური ჰოლდინგი წილებს ამერიკულ კონსორციუმს მიჰყიდის. რა კანონზომიერებით დავაგდება მსოფლიოს გეოპოლიტიკა? საუბარს ჩვენ ახლა გავაგრძელებთ სანდრო სანაიასთან, რომელიც ჩვენთან იმყოფება სტუდიაში. სანდრო, საღამომშვიდობისა. დავიწყოთ გრენლანდიით. ჩვენ უკვე კარგად ვიცით დანიის პოზიცია, რომელიც არ აპირებს კუნძულის ამერიკისთვის მიყიდვას. რა გზებით გეგმავს ტრამპი გრენლანდიის მიღებას? ის საკმაოდ დარწმუნებით ამბობს, რომ მაინც მეიღებს. კი ბატონო, დანია როგორც ვიცით არ აპირებს რომ მიჰყიდოს გრენლანდია ამერიკას, სხვათა შორის ამერიკის ეს პირველი მცდელობა არ არის საიმისოდ რომ შეისყიდოს გრენლანდია დანიისგან 1946 წელს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ $100,000 სანაცვლოდ ერთხელ უკვე შესთავაზეს დანიის სამეფოს გრენლანდიის ყიდვა, რაზეც უკვე მიიღეს უარი და ახლაც უარზეა გრენლანდია, თუმცა ტრამპი დარწმუნებულია რომ გრენლანდიას ასე თუ ისე ნებისმიერი გზით შემოიერთებს. ამაზე მან გააკეთა უკვე კომენტარი, შეგვიძლია მოვისმინოთ მისი განცხადებაც. გზავნილი მაქვს ასევე გრენლანდიის არაჩვეულებრივი ხალხისთვისაც. ჩვენ მყარად ვუჭერთ მხარს თქვენს უფლებას, თავადვე განსაზღვროთ საკუთარი მომავალი და თუ გადაწყვეტ, ჩვენ სიამოვნებით მიგიღებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. გონია რომ ჩვენ გრენლანდიას შემოვიერთებთ ნებისმიერი გზით. ჩვენ თქვენს უსაფრთხოებაზე ვიზრუნებთ, ჩვენ თქვენ გაგამდიდრებთ. ჩვენ ერთად გრენლანდიას ისეთ მწვერვალზე ავიყვანთ, რასაც ვერც კი წარმოიდგენდით. გრენლანდიაში მცირე მოსახლეობაა, თუმცა ტერიტორია დიდია, რაც სამხედრო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. როგორც ხედავთ, ტრამპი საკმაოდ დარწმუნებულია იმაში, რომ ნებისმიერი გზით ის შემოიერთებს გრენლანდიას ამერიკის შეერთებული შტატების კონტროლის ქვეშ, რაზეც ამ განცხადებაზე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც კაფეო პასუხი დააფიქსირა, ესეც შეგვიძლია მოვისმინოთ. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი გრენლანდიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მათ სურთ დანიასთან კავშირები შეასუსტონ, მაგრამ არ ვიცი მათ ეს ამერიკასთან გაერთიანების მიზნით უნდათ თუ არა. თუმცა ამ გარემოში ასევე გასათვალისწინებელია უშუალოდ გრენლანდიის პოზიციაც კუნძულზე, სადაც 56,000 ადამიანი ცხოვრობს. მათი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ არჩევანს ისინი თავად გააკეთებენ არჩევნების საშუალებით და მათ ამ ეტაპზე არ სურთ, რომ არც იყვნენ დანიის ნაწილი და ასევე არც ამერიკის შეერთებული შტატების. შესაბამისად, ამაზეც დანია პასუხობს, რომ მათ სრული უფლება აქვთ იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმს ჩაატარებენ. ანუ ამ გარემოებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ბუნდოვანებით არის მოცული ის თუ რა ბედიელის ამ კუნძულს. სანდრო, რაც შეეხება პანამის არხს, რომელზე კონტროლის აღდგენას დონალდ ტრამპის კიდევ ერთი სურვილია, რა ხდება არხის ირგვლივ, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მმართველმა ჰოლდინგმა ამერიკულ კონსორციუმთან გარიგება დადო. კი ბატონო, ტრამპი აქტიურად საუბრობს პანამის არხის გარშემოს და ის დარწმუნებულია, რომ პანამის არხსაც დაიბრუნებს, როგორც მან აღნიშნა და შეგვიძლია ეს კომენტარიც მოვუსმინოთ, ეს პროცესი უკვე აქტიურად არის დაწყებული. Buying both ports. ჩემი ადმინისტრაცია დაიბრუნებს პანამის არხს. ეს პროცესი უკვე დავიწყეთ. დიდმა ამერიკულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ორივე პორტს ყიდულობს პანამის არხის გარშემო. პანამის არხი ამერიკელებმა ამერიკელებისთვის ააშენეს და არა სხვებისთვის. თუმცა სხვებსაც შეუძლიათ ამით სარგებლობა. ეს არხი ამერიკელი ხალხის მსხვერპლის ხარჯზე აშენდა. მის აშენებას 38,000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ისინი მალარიით, გველებისა და კოღოების ნაკმენებით დაიხოცნენ. ეს ყველაზე ძვირად ღირებული პროექტია, რომელიც აშენებულა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. თუმცა ეს კარტერის ადმინისტრაციამ გაასხვისა. ჩვენ ეს არხი არ მიგვიცია ჩინეთისთვის, ჩვენ პანამას მივეცით, ახლა კი ვიბრუნებთ მას.
ამ განცხადებასვე მალევე social X-ზე უპასუხა პანამის პრეზიდენტმა, სადაც მან განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ამ შემთხვევაში იტყუება და მსგავსი პროცესები არ არის საერთოდ დაწყებული, აქვე იმასაც აღნიშნავ, რომ 1999 წლის შემდგომ აკონტროლებს პანამა უშუალოდ პანამის არხს. სანდრო, რაც შეეხება ტარიფებით ომს, ჩვენ ვისმენთ დონალდ ტრამპისგან ამასთან დაკავშირებით განცხადებებს, მექსიკა, კანადა და ჩინეთი, აი მაგალითად ამ უკანასკნელიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფს აორმაგებს. საინტერესოა, როგორია მეორე მხარის პოზიცია ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო, 10%-დან 20%-მდე გაზარდა იმპორტირებულ საქონელზე ტარიფი დონალდ ტრამპმა ჩინეთთან მიმართებით, რაზეც ჩინეთმა განაცხადა, რომ ჩინეთის პირებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან ნებისმიერი სახის ომისთვის ამერიკასთან, იქნება სატარიფო ომი, სავაჭრო ომი თუ ნებისმიერი სხვა გზა. თუმცა რაც შეეხება კანადასა და მექსიკას, ამ შემთხვევაში ოდნავ შეარბილა დონალდ ტრამპმა პოლიტიკა, ვინაიდან 2 აპრილამდე გადადო ტარიფების 25%-მდე ზრდა კანადასა და მექსიკასთან, რაზეც მექსიკის პრეზიდენტმა გამოთქვა კმაყოფილება და განაცხადა მან, რომ ეს ურთიერთპატივისცემიდან გამომდინარე მოხდა, ხოლო ჯასტინ ტრუდო ამ შემთხვევაში მეტად უკმაყოფილო არის და არ აქვს მაგალითად პოზიტიური მოლოდინები ამ მოვლენებთან დაკავშირებით. თუმცა დონალდ ტრამპი თავის მხრივ ამ სატარიფო პოლიტიკას ხსნის იმით, რომ შიგნით ამერიკაში გაიზრდება შიდა წარმოება და აღარ იქნება ქვეყანა მაგალითად დამოკიდებული უცხოურ იმპორტირებულ საქონელზე და ყველაზე მარტივად რო ვთქვათ, აღარ გაკეთდება, აღარ შეიქმნება და აიწყობა აიფონები, თუნდაც იგივე ჩინეთში და აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თავისუფალი სავაჭრო პოლიტიკა ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში, ამერიკაში, მექსიკასა და კანადაში 2020 წლიდან მოქმედებს. შესაბამისად, ახლა სამყარო ელოდება იმას, თუ როგორ და რა ფორმით ამოქმედება ის სატარიფო პოლიტიკა, რაც დონალდ ტრამპმა გადაწია 2 აპრილისთვის მექსიკასა და კანადასთან მიმართებით. მადლობა სანდრო, ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ სანდრო სანაია საუბრობდა.